და დღის სხვა თემები აიწევს თუ არა საგამოცდო ბარიერი. სპეციალისტების საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ. ექსპერტთა ერთი ნაწილი ბარიერის 20-დან 50%-მდე გაზრდას მოითხოვს. არგუმენტად ინიციატივის ავტორები განათლების დონეს ასახელებენ და ფიქრობენ, რომ ჩარიცხულ სტუდენტთა უმრავლესობა საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამ პოზიციას არ იზიარებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ანისარიშვილი 42,000-მდე აბიტურიენტს შორის ერთ-ერთია. ეროვნული გამოცდებისთვის მზადება რეპეტიტორებთან ერთი წლის წინ დაიწყო. მაღალი კონკურსის მიუხედავად იმედი აქვს, რომ გამოცდებზე მიღებული ქულებით სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებს. უნივერსიტეტის მიმართებით გითხრათ, გადაწყვეტილი არ მაქვს, რამდენიმე ვარიანტი მაქვს და ჩაბარების შანსი ნამდვილად მაქვს, დაფინანსებაზეც ვფიქრობ. და მიუხედავად ამისა, გვეხმარება ის წელს აბიტურიენტებს, რომ წინა წელს ჟურნალისტიკაზე და კიდევ რამდენიმე ფაკულტეტზე ასე არ იყო და წელს ნაწილობრივი დაფინანსება დაამატეს. აბიტურიენტთა რიცხვი წელს წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ გაიზარდა. 42,000-მდე აბიტურიენტი და 800-ზე მეტი სტუდენტი გრანტის გაუმჯობესების მიზნით ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. საგამოცდო ბარიერის პროცენტი უცვლელია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი უცხოენებში და 25%-ზე მეტი დანარჩენ გამოცდებში უნდა მიიღოს. განათლების დარგის ექსპერტები დაბალი საგამოცდო ბარიერის გამო განათლების ხარისხის დაქვეითებაზე საუბრობენ. ძალიან დაბალი ბარიერი იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი სტუდენტს არ აქვს ის მზაობა, რაც საჭირო არის სტუდენტობისთვის. და ამიტომ ის ვერ ისწავლის. და ესე იგი ყალბი იქნება მისი სწავლებაც და მე მისი დიპლომიც იქნება ყალბი. და უმაღლესი განათლება ემსგავსება სავაჭრო დახილს. დიპლომების გაყიდვის დახილ. საგანმანათლებლო სისტემის პრობლემაზე საუბრობს მაია ნიკოლეიშვილი. განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ექსპერტი სისტემურ ცვლილებას ითხოვს. სანამ არ მივიღებთ ჩვენ მაღალი დონის სახელმძღვანელოების სტანდარტები და პროგრამები სანამ არ გვექნება, მანამდე იქნება ასეთი კატასტროფული სიტუაცია. ამ შემთხვევაში, ხო, გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრი არაფერ შუაში არ არის. აქ თავი და თავი არის, რომ უნდა შეიცვალოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა. რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უფრო დაბალი არის სავალდებულო ცოდნის დონე. ეხლა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ სავალდებულო ცოდნის დონე არ ნიშნავს იმას, რომ აინავაიც ამ ცოდნით ეწყობიან ახალგაზრდები. ხო, კომპლექსური საკითხია ძალიან და ყველაფერი არის კომპლექსური, რაც განათლების სისტემას ეხება. ეროვნული გამოცდების ცენტრმა უმაღლეს სასწავლებლებს საკუთარი ბარიერის დაწესება წელსაც შესთავაზა, თუმცა შეთავაზებით მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ისარგებლეს. მაია მიმინაშვილი საგამოცდო ბარიერის არსებობას საჭიროდ არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ უმაღლეს სასწავლებელს უფლება აქვს საკუთარი ბარიერი თავად დააწესოს. საუბარია იმაზე, რომ საუკეთესო გარკვეული რაოდენობა ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში და ბარიერის გადალახვა არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდება აუცილებლად. მეორეს მხრივ სრული თავისუფლება აქვს უმაღლეს სასწავლებელს თავად გადაწყვიტოს. უნდა თუ არა სტუდენტი, ისეთი სტუდენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ბარიერს გადალახავს და მეტი არაფერს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ფაკულტეტზეა დიდი კონკურსი. აბიტურიენტები წელს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში 27 ივნისს ჩააბარებენ. საგამოცდო განრიგი მაისის მიწურულს ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.